როდესაც გაიგებთ, რომ ადამიანი არის ავად. პირველ რიგში უნდა მივყვანოთ ღვთები. ახეთ 4 მეგობარი აქ მათესახალებაში მოკლედ არის, მაგრამ სხვა מחარებელი ცლად ახსენს 4 მეგობარმა მიიყვანა განღვეული, სახურავი ახალდეს, ჩაუშვეს, რომ დაინახა უფალმა მისი მეგობრების წმენა, რომ ამდენ იშრომეს, განღვეული უფალთან მიიყვანათ. უთხრა განღვეულს ეს სიტყვები, მე გეტევნენ ცოდვანი შენ. რომ ხე შეხედე, რომ შენი ახლობელი ადამიანი ცუდად არის. ზიმეთა ექიმის სანამ მოუყვან, მანამდე უნდა მოუყვანო ღვთები. უნდა უთხრა, რომ აღსარება თუ შეინანე ძალიან დიდწო და შადიან ის ადამიანები, ვინც მომაკვდავს არეულებიან, რომ ცუდად აქვს საქმე. ანუ გეშებენ, აი გადარჩები არაფერი ექიმად ხო ყველაფერი კარგი არა. კაც სიმართლე უნდა უთხრა. შეიძლება რთული იყოს ამის თქმა, მაგრამ ღმერთი შეგეწევა, შენ ხო იმიტომ მეუნები, რომ ეს კაცი გადაარჩინო. შენ ხო კეთილი განზრახვა, ის კაცი იმას მიიღებს. მე უამრავჯერ გქონია ესეთი შემთხვევა, აი ოჯახის წევრები რომ ნერვიულებდნენ, რომ აი ღვთის დაანახვაზე შეიძლება აეტეხა ადამიანს თელი ამბავი, რომ ისურვა რა უთქე, იცი? იდეკაი მოხვედი. ერთი სურვილი ქონდა, ვინმეს დელი მოეყვანაო, რომ აღსარება ჩამებარებინო, ვიცი რომ ყვები. და ამ დროს ოჯახის წევრები ატყუებენ, რომ აფერია კაცო, ექიმად ხო? არა. ტყუილი კაც ნუ არ უგეშება. ეგ არის კომფორტულად კაცი გაუშვა ოჯახში. როცა შენ ახლობელს არ ეუბნები რაჭის. წმენით, ღმერთზე მინდობით, უნდა უთხრათ სათხმელი და რადგან ღმერთს ყველა ადამიანს გადარჩენას სურს, იმასაც მიახვედრებს და ისიც დამკვიდრება ამ ყოველივეს.